კულტურის ცენტრის მორიგი გასვლა. ახალი პროექტის ფარგლებში გავუთბოთ ერთმანეთს გულები, უკვე სოფელ მთისპირში შედგა. თია იოსელიანი მოგითხრობთ. სხვა დანარჩენისაგან გამორჩეული და ქართული მუხტით გამთბარ საღამოზე თავდაპირველად სოფლის ისტორიის მოკლე ანოტაცია და ის წარსული დიდება თუ დღევანდელი ტკივილი გადმოსცეს, რითიც აქამდე მოდიან მთისპირელები. როცა მიუხედავად მრავალი სირთულისა მაინც იმედიანები შემოქმედებითად აქტიურად იღწვიან და ისევ პოეტობენ, ღერიან და იუმორით გამოირჩევიან. ლიტერატურულ-მხატვრული საღამოს განსაკუთრებულობა ქვეყნის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით გაჯერებული ძარღვიან პოეზიასა და მელოდიებში გამოიხატა, რაც ადგილობრივმა შემოქმედებითი ნიჭით გამორჩეულმა ახალგაზრდებმა იქ შეკრებილ მაყურებელს წარუდგინეს. ცნობილი პოეტების გამორჩეული პოეზია იმ დიდი თაყვანისცემის უშუალო გამოხატულება იყო, რასაც სამშობლოს, ქვეყნის სიყვარულს უძღვნიდა თითოეული. მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდთან და კულტურის სახლთან არსებულ საესტრადო ანსამბლთან ერთად მუნიციპალური კულტურის სახლთან არსებული მომღერალთა ტრიო ადილად ალამაზებდა ღონისძიებას. განსაკუთრებული სილაღე და ელფერი მაყურებელ საღამოს ფინალურმა, შემაჯამებელმა მხიარულმა ნომერმა შესძინა, რომელიც კულტურის სახლთან არსებული ჯგუფის მეგობრობის წევრის მიერ იყო წარმოდგენილი. დასასრულს ითქვა ისიც, რომ საინტერესო სიახლე გაგრძელებას ისევ პოვებს და თითოეულ ადამიანში გაათბობს გულის იმ ფიქრებს, რასაც ქართული ცეკვა, სიმღერა და იუმორი ჰქვია. დღეს მორიგი გასვლითი ტური არის აი პროექტისა, რომელსაც ქვია გავუთბოთ ერთმანეთს გულები და მე მართალი გითხრათ, აი გაოცებულიც კი ვარ იმ ფაქტით, რომ დღეს აი ასეთი მწირი შესაძლებლობების კლუბში, რომელსაც ბევრი რამ აკლია. დღეს საოცარი მუხტი ტრიალებს, საოცარი მე დავარქმევდი ამას სპექტაკლს, იმიტომ რომ ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია წარმოადგენა სოფელმა არაჩვეულებრივი რაღაც ისეთი ქართული მუხტით და მინდა რომ მსგავსი ტრადიციები აღდგეს სოფლებში და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამაში მიიღეს მონაწილეობა და საინტერესო იყო დღეს შემდგომ ისიც, რომ აი აქ დღეს ძალიან ესეთი ახალგაზრდა თაობის გვერდით მღეროდნენ და მღერიან არაჩვეულებრივი ასაკოვანი ადამიანები, ქართული ფოლკლორის ამაგდარი ადამიანები. ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი ძალიან წარმატებულია, იმიტომ რომ ყველა სოფელში არის ოვაციები, არის აღტაცება, არის ყველა თაობის ადამიანები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი გაამართლებს, შემდეგ სოფელში ვაპირებთ, რომ გავიდეთ ყველა სოფელში ჩვენ და ვანახოთ ჩვენს მომავალ თაობას, ყველა თაობას, თუ რა შეგვიძლია ჩვენ და რა შეუძლია ქართულ ხელოვნებას და კულტურას. დღეს არის მხიარული განწყობილება ჩვენ კულტურის სახლში. თუ როგორ მოვედით დღემდე. მინდა რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს. ამაში ნამდვილად გვინდა ჩვენ მხარდაჭერა. ასეთი ტიპის კონცერტები კარგია, ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ახალგაზრდების სცენას ეცნობა და რა ვიცი რა, რომ რამე დასჭირდეს, უფრო დიდ სცენაზე მოღვაწეობა დაბნეული არ უნდა იყოს. დღეს მეც მონაწილეობდი ამ კონცერტში, ძალიან მომეწონა, თავიდან რეპეტიცია გავიარეთ და არც ვნებრივლებდით, როცა გამოვდიოდით და იმედი ასეთ კონცერტებს კიდევ გავაგრძელებთ. ოზურგეთის მეგობრობის სტადიონზე გურული დერბი გაიმართა. ადგილობრივმა მერცხალმა ლანჩხუთის გურიას უმასპინძლა. ნახე ჩვენი სიუჟეტი. ოზურგეთის მერცხალისა და ლანჩხუთის გურიას შეხვედრა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. თამაში ძალიან საინტერესოდ დაიწყო. ორთავე გუნდის ფეხბურთელები მაქსიმალურად იხარჯებოდნენ მოედანზე და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ გოლი გაეტანათ. თამაშის ბედი კი პირველ ტაიმში გადაწყდა. ლანჩხუთის გურიას კაპიტანმა გიგა კვერენჩხილაძემ 42 და 44 წუთებზე 2 გოლი გაიტანა და გურულ დერბში დუბლი გაიფორმა. პირველი ნახევარი 0-2 დასრულდა. მეორე ტაიმში მერცხალის ფეხბურთელები საგრძნობლად გააქტიურდნენ. სახიფათო მომენტს ეკვნდნენ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ბურთი მცირე მანძილით სთებოდა მიზანს. საბოლოო ანგარიშით 0-2 ლანჩხუთის გურიამ გაიმარჯვა. ოზურგეთის მერცხალს 13 თამაშიდან მხოლოდ 11 გოლა აქვს. შემდეგ მატჩს ისინი 22 ნოემბერს სტუმრად ჭიათურის ჭიათურასთან გამართა. გურულ დერბს ინტრიგა ახლავს. რა თქმა უნდა, ძველიდან წამოსული, მაგრამ მე ხა შევხვდი ხელმძღვანელობას თქვენსასაც, ბიჭებსთანაც შევედი, ჩვენებთანაც, იმათანაც ვთხოვე გუნდის მწვრთნელს, რომ ინტრიგა ხო დარჩენილიყო მხოლოდ მოედანზე. რასაც ქვია, ორთაბრძოლებში ასახულიყო, ვაშკაცურად და ის შემდეგ მინდვრის გარეთ არ წასულიყო და უმეტეს წყალობით ისე მოხდა, რომ ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. ოზურგეთის გუნდს მერცხალს წარმატებებს უსურვებ, ლანჩხუთის გურიას ულოცა. გურული დერბი მართლაც კარგად და მეგობრულად ჩატარდა. ორთავე გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაყურებელი უკმაყოფილო არ წასულიყო. რაც შეეხება ლანჩხუთის გურიას, ისე როგორც ოზურგეთის მერცხალს, ადგილობრივი ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებული. პერსპექტიული ახალგაზრდები არიან, ყავს მეორე პატარა გუნდი, რომელიც რეგიონულ ლიგაში თამაშობს, სადაც შეზღუდული ასაკი გვაქვს 19 წელს ზემოთ
ალბათ იქ ფეხბურთელი თუ ვერ მოხდება გურიაში ვეღარ გააგრძელებს თამაშს. ორი თამაში დაგვჭირდა, სადღაც ალბათ ჩვენი სურვილი არის რომ მთლიანად მთელი ჩემპიონატი 5 ევროში დავამთავროთ, იმიტომ რომ ხა დიდი მიზნებისთვის თვითონ ლანჩხუთის არ არის მზად, რომ უმაღლეს ლიგაში წელს გუნდი ყავდეს. დღეს ჩოხატაურში წმინდა იოაკიმისა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარი გაიხსნა. ახალაგებულ ტაძარში წირვა ლოცვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა და შეკრებილი მრევლი დალოცა. ამ დღის შესახებ სიუჟეტს ჩვენს მომავალ გამოშვებაში შემოგთავაზებთ. მე ამ ინფორმაციით მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.